სირიაში გენოციდს უწყობენ ქრისტიანებს, აწამებენ, სიცოცხლის ასალმებენ და არა მხოლოდ ქრისტიანებს, ნებისმიერ ჯგუფს, რომელიც მათ ინტერესებს არ ითანხმება, თუმცა ქრისტიანები რასაკვირველია განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ არიან. მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით 2 დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი ადამიანი არის ნაწამები, მოკლული, ჯვარზე გაკრული და ეს ყველაფერი უკავშირდება განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ქრისტიანებს, მათთვის ყველაზე საძულელ ჯგუფს. ხალხი ითხოვს შველას, მაგრამ რასაკვირველია დანარჩენი მსოფლიო ამასთან დაკავშირებით დუმს. ეს ვიდეო არ იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ დასდევენ და როგორ ართმევენ ხელს მსოფლიოს და მათ შორის დასავლეთის ლიდერები, მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლიდერები. ნახეთ, როგორ ხდება ჩარვალ კოსტუმი აჰმედ ალ-შარას დარწმუნებული ვარ, თავს დავდებ, რომ ალ-ქაიდაში როცა იყო მაშინაც მთელი გულით უნდა რომ ჩაეცვა, უბრალოდ რაღაც ეტყობი იქრინჯებოდა, რომ ალ-ქაიდას ნარატივს მთლად არ ემთხვეოდა და ნუ ეს ჩარვალ კოსტუმი რომ ჩაიცვა, ახლა უკვე მზად არის, რომ უკვე ოფიციალურ შეხვედრებზე იაროს და როგორც ხედავთ, დანარჩენი ლიდერებიც აბსოლუტურად მზად არიან, რომ ეს ხელი ჩამოართონ და მიესალმონ. მე რა რომ ასობით ქრისტიანი ნაწამები გაუბედურებული და არა მხოლოდ ქრისტიანი, ზოგადად უმცირესობები, ვინც მათ ნარატივს არ ემთხვევა და არ ეთანხმება. საშინელი შემოძრწუნებელი კადრები ვრცელდება და ძალიან საინტერესოა, რომ ზოგადად გლობალიზაციის პირობებში, ინტერნეტის არსებობის პირობებში როგორ შეგვიძლია, რომ ადამიანებს ისე მშვიდად გვიძინოს, როცა ვიცით, რომ მსგავსი რაღაცები ხდება ჩვენგან არც თუ ისე შორს ჩვენს დღევანდელ რეალობაში და ამაზე ხმა საერთოდ არავინ არ ამოიღოს. ეს ვიდეო არც იმასთან დაკავშირებით არ იქნება, დასავლეთში რუსეთი და უკრაინა როგორ ებრძვის ერთმანეთს და როგორ მთელი ენთუზიაზმით ხოცავენ ერთმანეთს. მე რა რომ აქ გარე ძალების დიდი მონაწილეობა იყო, ისინი ხო დიდი ენთუზიაზმით აკეთებენ ამ ყველაფერს. ეს ვიდეო არც იმასთან დაკავშირებით არ იქნება, რომ სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ გასკდა ასეთი ამბავი, მომიტევით ჟარგონისთვის, რომ ჩრდილოეთ ინგლისში 100,000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული გაუპატიურებასთან შემთხვევაში და ეს ეხება არასრულწლოვან ბავშვებს და გაერთიანებული სამეფოს ადმინისტრაციამ უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ეს ამბები მიემალა იმის გამო, რომ პაკისტანელი მუსლიმანი ემიგრანტების უფლებები არ შეალაღათ და ამოდით იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტკორექტულობის გამო გააკეთეს და ის ჟურნალისტი, რომელზეც ამაზე საუბრობდა ტომი რობინსონი დღეს ციხეშია. არც იმაზე არ იქნება ეს ვიდეო, აი ამ ალ-ქაიდას გამოწრთობილი ჩვენი დღევანდელი სირიელი პრეზიდენტის მოძმე თალიბები რას უკეთებენ ქალებს ავღანეთში, სადაც გარეთ გამოსვლის და ხმის ამაღლების უფლებაც არ აქვთ, იმიტომ რომ ქალის ხმა ხო ეს ხო განსაკუთრებული ინტიმურობით ხასიათდება, მაგრამ არ ვიცი, სირიაში რაც ტრიალებს, რა ამბებიც ვითარდება. მხოლოდ იმაზე იქნება ეს ვიდეო, მხოლოდ ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ბოლოს არ არსებობს ვერც ერთ მებრძოლ სულს, ვერც ერთ ქრისტიანს ვერ დააჩოქებენ ისინი. ღმერთმა გააძლიეროს ყველა ადამიანი, რომელიც სირიაში ახლა ამ საშინელი ტკივილით იტანჯება.